14 ლევან შარიკაძე, ნომერი 17 ლევან კუტალია, ნომერი 9 თორნიკე გორგიაშვილი, ნომერი 55 გუნდის კაპიტანი თორნიკე აფციაური და ნომერი 37 ბოტი დემელის ესწამონა და მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა. დღევანდელ შეხვედრას ჯის ფიფას საშუალოა, აქ კარგი გადაცემა გორგიაშვილი მეკარესთან პირისპირ დარტყმა არის. ძალიან სახიფათო შეტევა შეიძლება გამოვიდეს ახლა. დააგვიანა გადასვლა და ინდელაძემ ცოტა დააგვიანა, თუმცა მაინც მიიღო პასი. შარიკაძე, ბაბუნაშვილი, იქით გრიგალაშვილი იხსნება, არა, აფციაური ბაბუნაშვილი. შარიკაძე ენდელაძე ასწია ბოტი ისევ ენდელაძე იტალია შარიკაძე ბაბუნაშვილი ძალიან ბევრი მომენტი იყო სადაც დარტყმა შეიძლება და ბოლოს ბაბუნაშვილმა და არის გათვალისწინებით და იმ მდგომარეობით ამ მდგომარეობაც თქვა თამაშის ხარისხის თვალსაზრისით აქვს ზესტაფონს საკმაოდ ბევრი მაყურებელი მოვიდა ეს უფრო გუნდის თანადგომისათვის იმიტომ რომ მოგეხსენებათ უკაცრავად საფეხბურთო მდგომარეობა გორგიაშვილი მეკარესთან პირისპირ დარტყმა და ახლა დაიკარგა ყველა გუნდს თანაბარი და ფინანსება ისევ ზესტაფონთან შეტევა კუტალია ასწია კართან დარტყმა და შემდეგ ხუბუა ლომია რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო კანკიასთან ერთად აი ახლა მას აქვს ბურთი სუბდიდელთა შემადგენლობაში კანკია ძალიან აქტიურად ჩაება გაგოშიძემ გამოიტანა, შემდეგ ბაბუნაშვილმა ითამაშა კარგად და ხუბუა ორი მეტოქე ჩამოიცილა და არაზუსტად და ეს კი ლევან კუტალია გახლავთ, თავად დაიძრა, აი ხუბუა ახლა მის წინააღმდეგ აღიმართა, შეჩერდა კუტალია, ელოდება დახმარებას და გუგუჩიამ წააქცია იგი ჯარიმა. თორნიკე არა ლევან შარიკაძემ გაათამაშა ბაბუნაშვილი შარიკაძე შეიძლება დარტყმა კარგი შარიკაძე გაგოშიძე ბაბუნაშვილი გაგოშიძე ტემპმა იკლო ისევ აი პირველი 6-7 წუთის ესტაფონის ესეთი გამოფწინება იყო ერთგვარი მაგრამ შემდეგ ბოტი თავის სტიქიაშია როგორც იტყვიან ამას ბურთი ვერ გააჩერა, თუმცა შემდეგ კარგად იბრძოლა და დაეუფლა. აი ახლა ვნახოთ ისევ მან მიიღო ბურთი შარიკაძის კარგი გადაცემა, ბოტი პირისპირ და აცილა ბურთი კარს. შარიკაძეს, მაგრამ საჯმა ჩათვალა რომ მოხვდა და არ იყო ხელით თამაში და შემდეგ სარდალიშვილის მისამართით გაკეთებული გადაცემა, სარდალიშვილი დარჩა მეკარესთან პირისპირ, შეიძლება დარტყმა. წინვალე გადაცემა, შესანიშნავი. მე გოდიშნოვით ხო ზუგდიდელი გულშემატკივრების წინაშე, მაგრამ მიჩვეული ვარ, რომ ტენდენციური ვარ, როგორც ზესტაფონელი გულშემატკივარი ისე მიმყავს ხოლმე რეპორტაჟი. აქ კუტალია უტევს კვლავ, შეიძლება კარში დაარტყა ჯობდა. აი ახლა შნას კუტალიას პასი ჯობდა, რა თქმა უნდა, გორგიაშვილზე, რომელიც ახლოს იყო ჰეტრიკის შესრულებასთან. მაგრამ კუტალიამ თვითონ არ ამჯობინა კარში დაარტყმა და მეკარემ ნუ დაუკარგავთ. ლაშა ზაგანიასაც კარგად ითამაშა. სხვათა შორის ზაგანია რამდენადაც მე მახსოვს ზესტაფონში თამაშობდა. დაცემათან კოორდინაციაც გაჭირდა ის სისტრაფეში ბურთის უკან მოbrunება არ იყო ადვილი. ფარჯიკია. მალანია.
წურწუმია. კვასხვაძემ დაუშვა შეცდომა, მიხეილ სარდალიშვილმა ითამაშა ძალიან კარგად და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჰქონდა შესანიშნავი პოზიცია, მან ნახა უკეთესი გამოსავალი და გადასცა ბურთი გორგიაშვილს. აქ ის სამუშია ჩაერთო შეტევაში, ეს სუგდიდი საღზდილია, მინდა გითხრათ, ბაია საღზდილი უბრალოდ, რომელიც ზესტაფონში უკვე მეორე წელია ასპარეზობს, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი. შარიქაძის შესანიშნავი დარტყმა